აბა ვინმე თქვის რამდენია 1+5? რამდენი? არა, 6 აღარ არის. ეხლა 1+5 არის აი ეს. აი ეს არის 1+5. პირველ რიგში მადლობა მინდა მოუხადო OnePlus Georgias იმისთვის რომ მომაწოდა რევიუსთვის აი ეს ლამაზი ტელეფონი. ამ ტელეფონის unboxing-ს გავაკეთებ მე გამყუყვას. არა, unboxing-ს ჩავატარებ მე დღეს. უკვე საქართველოში მართლა დაადგეს საშველი და გაკეთდეს წესიერი რევიუები. წესიერი, ნამუსიანი და რაც თავარია, არ უნდა ისაუბრო რაიმე гаджеტის რევიუში მხოლოდ და მხოლოდ პლუსებზე, უნდა ისაუბრო ამასთანავე მინუსებზეც, რა არის კარგი, რა არის ცუდი და მე შევეცდები რამდენიმე კვირაში დავდო აი ამ ტელეფონის ყველაზე სამართლიანი რევიუ. რა თქმა უნდა, ამ ტელეფონს ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა მთელს YouTube სივრცეში, როგორც ინგლისურენოვანში, რუსულენოვანში და ასე შემდეგ. და მათთან ერთად მეც მინდა გავიზიარო ეს ყველაფერი და გავაკეთო ამ ტელეფონის ქართულენოვანი რევიუ. ეს იქნება დღეს მხოლოდ და მხოლოდ unboxing-ი, ოპერატიული მეხსიერება ამ ტელეფონს აქვს 6 GB, RAM-ი არის 6 GB და ROM-ი არის 64 GB. კიდევ ერთი რამ, აუცილებლად გამოიწერეთ description-ში იქნება მითითებული OnePlus Georgias Facebook ჯგუფი დაალაიქეთ, გამოიწერეთ და შესაძლებელია რაღაც სიურპრიზები შემოგთავაზოთ. წინასწარ ვერაფერს ვერ გვირდებით, ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ, დაალაიქეთ OnePlus Georgias Facebook გვერდი და შემდეგ უკვე დაელოდეთ ამ ტელეფონის სრულ რევიუს. ეს იქნება unboxing-ი და მოდით ეხლა გავხსნათ ჩვენი ტელეფონი. საკმაოდ ესეთი სასიამოვნო დასაჭერია ხელში. ჩვენი OnePlus-ის 5 გაფორმებულია ესეთ თავის ბრენდულ ფერებში, წითელ ფერში, აი ესეთი ლამაზი ფერია და ყუთში მოთავსებული არის უკვე რა, შევხედოთ რა გვაქვს ყუთში. ეს არის ამავე ტელეფონით გადაღებული სურათი, რომელიც შემდეგ დაბეჭდილია და მოყვება აი ამ ტელეფონს. ხელმოწერა, კეთილი სურვილებით და ასე შემდეგ და ყველაზე მეტად რაც მიყვარს აი ამ ბრენდის unboxing-ებში საერთოდ. რამდენი კაბელის გაფორმება ძალიან ლამაზად არის გაკეთებული. წითელი ფერისა, რა თქმა უნდა, მისი ბრენდული საფირმო ნიშნის ფერი და ეს არის მისი უკვე ეგრეთ წოდებული კედლის დამტენი, რომელიც ძალიან ჩქარად ენის ტელეფონს. ეს არის თავისი დამტენი, რომელიც განსხვავებულია ყველა დამტენისაგან და სხვა fast charge-ით ვერ დატენით ამავე სიჩქარით, ამიტომ არ უნდა დაკარგოთ აი ეს დამტენი. რა არის მოთავსებული შემდეგ უკვე დანარჩენ აი აქ. პასპორტები, users მენუალები ეგრეთ წოდებული. აი ასე აი ეს არის მოთავსებული პასპორტი, users მენუალი და რა თქმა უნდა SIM-კარტის ამოსაღები PIN. დანარჩენი ყველაფერი სტანდარტულად არის. ერთი შეხედვით უბრალოდ შევხედოთ ჩვენს ტელეფონს და შემდეგ უკვე დაველოდოთ რა თქმა უნდა ცელ რევიუს. აი ეს არის ჩვენი ტელეფონი. ამ ტელეფონს მოყვება თავისი ქართულივე ეკრანის დამცავი. ესეთი კარგი ჟესტია გაკეთებული OnePlus ქარხანას. პირდაპირ მოყვება თავისივე დამცავი, რომელიც შეგიძლიათ არ ააძროთ და მას აგრეთვე გააჩნია ალიაფობური ზედაპირი, რომელიც ნაკეთურებს არ იმჩნევს. ეს არის მისი უკანა მხარე. ეს არის 6 GB RAM-ი და 64 GB ROM-ი ვერსია. OnePlus 5-ის უახლესი მოდელი. დროებით, ეს იყო ჩვენი OnePlus 5-ის განყოფა unboxing-ი, მაინც ესე ვთქვათ. დაელოდეთ ცელ რევიუს, ეს იქნება ძალიან დიდი რევიუ.